კი, მიხარია თუ გუნდს დავეხმარე, თავიდან ცუდად დავიწყეთ, ცოტა შეგვიქნეს მომენტი და ცუდი იქნებოდა რომ გაგვეშვა მეორე თამაშივე სწრაფი გოლი და მიხარია რომ ავიღე და გუნდს დავეხმარე. კი, რა თქმა უნდა, კაშოს გარეშე ვითამაშეთ, პირველად ვითამაშე მგონი კაშოს გარეშე ნაკრებში. რა თქმა უნდა, მის გამოცდილება როცა გაკლია, უკან ლიდერი გჭირდება და მაგრამ ჩემი აზრით ბიჭებმა კარგად გაართვეს თავი. ახალი თაობის ლიდერი ყავდა დღეს მოედანზე კვარა სახით და ერთ-ერთი მართლაც კარგი ლიდერია კვარა. ჩემი აზრით, როცა კაშო წავა ნაკრებიდან, კვარა კარგად გააგრძელებს მის გზას, იმიტომ რომ დიდი ფიგურაა მართლაც კვარა მთელი ნაკრებისთვის და მთელი საქართველოსთვის ალბათ და ჩემთვის პირადად ალბათ ფეხბურთელებისთვისაც როცა ამხელა ფეხბურთელი ყავს ნაკრებში, ლიგა მოგებული და ყველაფერი მოგებული აქვს, ის რო ლაპარაკობს ბევრს ნიშნავს ყველასთვის და ჩემთვისაც.